Ну, конечно, я скучал. რა თქმა უნდა, მენატრება სამშობლო. სამშობლოს ნაწილი ვარ. ყოველთვის ვამბობ, რომ ჭიპლარით საქართველოსთან ვარ დაკავშირებული, მაგრამ გული მიცემს რუსეთში. А сердце бьется в России. Да. არა, სად შემიძლია? მე ამდენ პოეტურობას ვერ გავუძლებ. არ შემიძლია. ჭიპლარით მიბმა საქართველოსზე და გული რუსეთში. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია რაღაც. ნერა მომღერებს უძიროზეცა სამბახის ფერი თუ მილხის ღერი თუ სევიანო მაინც ამღერი არა, ამერიკაში გადახოცილ ემიგრანტს რომ ესე თქვა, კურცხალი მომადგებოდა. ჩინეთში წასულს რომ ეთქვა, ლიბერიაში. რუსეთში ნებით მცხოვრებსაც გავუგებდი ბოლო-ბოლო, მაგრამ რუსული არმიის კონცერტების საპატიო სტუმარსა და მონაწილეს 2008 წლის შემდეგ პუტინის ფავორიტ ლეფსთან ერთად მომღერალს ვერავით არ შემთხვევაში. праздник надежды праздник любви вместе с народом это и я стою სოსო პაულიაშვილს შეიძლება თავისებურად უყვარს საქართველო, შეიძლება. ენატრება კიდეც. მაგრამ რომელი საქართველო და როგორი? И на моем концерте, кстати, я говорю... ჩემს კონცერტზე ვთქვი, რომ რუსეთი არის პური, ქრისტეს სხეული, ხოლო საქართველო სისხლი, ღვინო. ეს ყველაფერი აჩვენა რუსეთის პირველმა არხმა, აჩვენა სიმღერაც. Канал это все показал. Это Да. чудесно. Рада столица не насладиться Бога столица живи расцветай კი, რუსეთის პირველმა არხმა ზუსტად ეგ აჩვენა და ზუსტად ამიტომ აჩვენა. გრუზინის ჟეგაიუთ, ქართულ, ჩერქეზულ, ყაბარდოულ რაღაც მუსიკაზე. და თვითონ ლაპარაკობენ პუტინის, ლავროვის, სიმონიანის სათქმელს. სულ სალღერზელოებად იღვრებიან. Много веков связывает Россию и Грузию. მრავალი საუკუნე აკავშირებს საქართველოსა და რუსეთს და სულ ცდილობენ გააფუჭონ ურთიერთობა ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის. მაგრამ ეს არ გამოვა, იმიტომ რომ რუსეთი პურია, სხეულია ქრისტესი, საქართველო კი ღვინოა, სისხლია ქრისტესი. განა შეიძლება სხეული უსისხლოდ, ან სისხლი უსხეულოდ. ამიტომ დროა შეცდომების აღიარებისა, ჭრილობების მოშუშებისა და წინსვლისა, ღვთისგულისათვის. Самое время признать свои ошибки, залечить раны и идти вперед ради Бога. ვინ უნდა აღიაროს შეცდომები? ეჭვი მაქვს რომ ჩვენ, სასო დრუგ 1989 წლის ზაფხულში რომ ცოდნოდნენ ქართველებს რომ ახალ გადავლილი 9 აპრილით ხოლო დასაწყისი იყო და ერთი ომი მოყვებოდა მეორე მესამე 22% ოკუპაცია, რუსული რეჟიმი, ქიმიური იარაღი 2024 და 2025 წელს იქ სადაც 9 აპრილი მოხდა და შენ უკვე მოსკოვს უმღერებდი და უცეკვებდი კაც ვერ იპოვნდი მაშინ მხარდამჭერსა და გულშემატკივარს. კაც Руки выше, Россия! Спасибо! მაშინ 99 წელს ბოდიშის მოხდა მკვლელებისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. ოღონდ ალბათ დრო შეიცვალა 56 წელიწადში. შენ შეიცვალე და საქართველოც. მხოლოდ ეგაა რომ რუსეთი არ იცვლება. გინდ უმღერე, გინდ დაუჩოქე, გინდ ივანაშვილზე აკოცე.